პირველ რიგში ვიტყვას რომ ეს იყო პოლიცია, რომელსაც მიიღო მონაწილეობა დოკუმენტების თანახმად ფარნწონი გრიბულის დაკავებაში ჭხრეკაში, თუმცა რეალურად ფაქტობრივად ჩვენ ვიცით, რომ ეს სინამდვილეში მონაწილეობდა ანასტასია ზინუკინას დაკავებაშიც და ჭხრეკაშიც და შესაძლებელია აქვს ინფორმაცია განუსაცენაყოლო ნებების ფალსიფიცირების შესახებ, ჩადების შესახებ ეგრეთ წოდებული. უფრო ზუსტად რაში ვთქვათ ვერ გაქვს პასუხი ცხადი იყო მოწმეს ჩვენებებიდან და ჩვენ ოქს ვნახავთ და თანამედროვე ძალიან მკაფიოდ გამოჩნდება, რომ მოწმე რამდენიმე წუთის განმავლობაში ერთსა და იგივე შეკითხვაზე სცემდა სხვადასხვა პასუხებს იმის მიხედვით თუ რომელი პასუხი იყო მისი აზრით შესაბამისი არსებული სიტუაციისთვის. უფრო მეტიც მან რამდენიმეჯერ ურთიერთწინააღმდეგო ინფორმაცია მიეწოდა სასამართლოს, ჯერ მაგალითად აღნიშნა რომ მან კითხვები დაუწყო ანასტასიას, შემდეგ თქვა რომ მან სრული არც კომუნიკაციის საერთოდ არ შესულა, შემდეგ უკვე თქვა რომ მან ჭხრეკა დაიწყო გარეთ, თუმცა წინააღმდეგობას წევდნენ და ამიტომ გადავიყვანე ავტომობილში და იქ გავჭხრიკეთო ორმა ადამიანმა, თუმცა ამ დროს დაავიწყდა ის რომ ჭხრეკის დაწყება სჭირდება დადგენილება ჭხრეკის ჩატარების შესახებ ან სასამართლოს განჩინება. მიხვდა რომ ამ შემთხვევაში გამოდიოდა უკანონოდ ჩატარებული ჭხრეკა, ამიტომ შეცვალა ისევ საკუთარი ვერსია და შემდეგ უკვე თქვა რომ მანქანაში როცა ჩავსვით მერე დავიწყეთ ჭხრეკაო, მას შემდეგაც მანქანაში გაუნძიებელმა გააცნო ჭხრეკის დადგენილება. ამასთან მნიშვნელოვანია ის რომ მანქანაში გაუნძიებელმა ჭხრეკის დადგენილება გააცნო, თუ არა მის გადამოწმება ობიექტურად შეუძლებელი არის. თუმცა ამ შემთხვევაში უკვე მეორე პრობლემა დამედივართ, მაშინ ავტომობილში ჩასმის გადაწყვეტილება რას ემსახურებოდა, რის საფუძველზე დააკავეს უდანაშაულო ადამიანი, ხომ? ასევე მნიშვნელოვანი გარემოება არის ის, რომ იქ სადაც მიმდინარეობდა ჭხრეკა, სადაც უნდა ჩატარებულიყო ჭხრეკა, წესით არის არტედაფიქსირებული ვიდეოკამერები, ვიდეოთვალთვალის კამერები, რომელთა ჩანაწერებით სამწუხაროდ საქმეში არ არის ჩადებული, იმიტომ რომ ამ ჩანაწერებში ჩანს ძალიან კარგად თუ როგორ მიმდინარეობს ჭხრეკის პროცესი და პერიოდებით ასევე ჩანს მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ნაწილიც, ის რომ წინააღმდეგობას არ ქონია და ის რომ ადამიანები მოათავსეს ავტომანქანაში მხოლოდ იმიზით რომ მოფარებოდნენ და მოფარებულში გაიკეთებიათ საკუთარი ბინძური საქმე ჩადებისა და მტკიცებულების ფალსიფიკაციისა. მე ვფიქრობ რომ ნებისმიერი ობიექტური ადამიანი ვისაც საშუალო ინტელექტუალური შესაძლებლობები აქვს ამ პროცესის ყურების და ამ მოწმის ჩვენების მოსმენის შემდეგ თუნდაც მხოლოდ აუდიო ვერსიის ფორმით, ოფის ფორმით დარწმუნდება იმაში რომ ეს პროცესი უბრალოდ ითხოვება. მე არ ვიცი ზუსტად და შემიძლია ბუნებრივად განსაზღვრო რა დეტალებში ითხოვება ზუსტად ამ რასთან სულად, თუმცა ფაქტია და ცალსახაა რომ მოწმის უნისკეთება იყო რომ მისი მიზანი იყო რომ მას პროკურატურის ვერსია გაეპარებინა, თუმცა იმის გამო რომ საკმარისად არ იყო მომზადებული და ბუნებრივია ამიტომ ადამიანი ვერ მოემზადები ტყუილი ამ მასშტაბის ტყუილის სათქმელად ისე რომ სადღაც შეცდომა არ გაგეპაროს, რაც სწორედ ასე მოხდა და მან რამდენჯერმე მათ შორის მოსამართლის პასუხებზეც დასცა ურთიერთსაწინააღმდეგო პასუხები. საქმე მივიდა იქამდე რომ საბოლოო ჯამში მოსამართლემ სამწუხაროდ კითხვის სრულფასოვნად დასვის კითხების სრულფასოვნად დასმის შესაძლებლობაც არ მოგვცა და მითითა რომ 5 ერთ-ერთი კითხვასვამ 5 ჯერა. თუმცა ამის მიზეზი ერთადერთი იყო ის რომ რამდენჯერაც ერთ-ერთი კითხვა დაისვა, მოწმე უპასუხა სხვადასხვანაირად და ცხადია რამდენჯერაც საჭირო გახდება დაზუსტება, იმდენჯერ უნდა დავაზუსტოთ ეს საკითხი. საბოლოო ჯამში მოსამართლემ ბრალდებულებს არ მისცა საშუალება დაეშვათ კითხვები, თუმცა ადგილზე გამოხატული პროტესტის შემდეგ დათანხმდა იმაზე რომ იგივე მოწმე დაბრუნდებოდა პროცესზე და ერთ-ერთ ბრალდებულს არჩევნებს მიეცემა საშუალება რომ მას კითხვები დაუსვას. უპრეცედენტო საკითხი იყო, როცა მოსამართლემ მოითხოვა რომ მოწმისთვის დასასმელი კითხვები დაისვა დაცვის მხარეს პროკურორისთვის და მოსამართლისთვის და მოსამართლემ თქვა რომ შეაფასებდა ეს კითხვები იყო თუ არა არცი მისაღები და ამის შემდეგ გადაწყვეტა და მოწმე დაიკითხებოდა თუ არა. ესეთი არათუ რეგულაცია არ არსებობს, არამედ ეს არის ყველაზე ბავშვური, გულუბრყვილო და ცხადია უპატიებელი დარღვევა სესწრაფის საპროცესო კოდექსზე, როცა მოსამართლე ითხოვს კითხვების წინასწარ შეთანხმებას და ამბობს რომ კითხვის შინაარსია დამოკიდებული, მოწმე გასცემს თუ არა პასუხს მომავალში, ჯერ ეს კითხვა არ დასმულდა და ჯერ თუნდაც პროკურორს და მოსამართლეს შეუთავსოთ. ეს საპროცესო კოდექსის დარღვევა ბუნებრივია, საზამართლიან სასამართლოს ეკრება ის მნიშვნელოვანი დარღვევაა და აუცილებლად თუ მივიდა და მე ჭუმაქვს მივიღო საქმის საერთაშორისო წარმოებამდე, აუცილებლად იმოქმედებს ეს არგუმენტი საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის წინააღმდეგ. სამართლიან სასამართლოს უფლების დარღვევა არის ცალსახად, რაც არ მხოლოდ ამ საქმეში ზოგადად პოლიტიკის საქმეებზე ყოველდღიურ პრაქტიკად იქცა და ბუნებრივია ამგვარი არც უფლებამოსილება, არც რაიმე ტიპის ნებართვა ან ამ ტიპის პროცედურა საერთოდ არ არსებობს ეს სამართლის საფუძველში, რომ კითხვები წინასწარ იქნას გაშერებული მანამ სანამ მოწმე იქნას ასკეთდა. მოძებო სამსახურში მიმდინარეობს და განცხადება წარდგენილია როგორც უშუალოდ ასევე სასამართლო შემადგენლობის მიერაც მოხდა გადაგზავნა კანონზიებისთვის არჩენ გრიგულისა და ანასტასია ზინოკინას მიმართ არასათანადო მოყრობის ფაქტებთან დაკავშირებით სამწუხაროდ ისევე როგორც სხვა პოლიტიკურ საქმეებზე სპეციალური საგამოძიებო სამსახური აქაც უნწეოდა უსასრულო აღმოჩნდა ჩვენთვის არ არის ცნობილი არც ერთ საგამოძიებო მოქმედების შესახებ
განსაკუთრებით მოქმედების შესახებ, რომელიც იქნა ჩატარებული ამ საქმის კვალიფიკაციაში და დიდი ალბათობით ამ მიმართულებით მანამ სანამ პოლიტიკური ნება არსებობს ამ საქმეების გამოძიებისა და თქვი რიცით რომ სახელმწიფო ყველა რაც ცდილობს ხელი დააფაროს კრიმინალ პოლიციელებს ამ პირობებში ბუნებრივია არც ველოდებით რაიმე ტიპის შედეგს საგამოძიებო სამსახურიდან. არა მხოლოდ მოსამართლეებმა, პოლიციელებმაც და ყველა ჯურის კანონდარმოღვევმა, მათ შორის პოლიციელმა, რომელიც იქნა გამოჭერილი დაკავებულის ცემასთან დაკავშირებით, ეგეთი ცინიკური პასუხები ისწავლეს ახლა რომ მიმართეთ სასამართლოს ან მიმართეთ შესაბამის უწყებებს. იციან რა რომ სასამართლოში მათი ქმედებების რეალური რევიზია არ მოხდება და რეაგირება მან პასუხისმგებლობა არ დგება არც ეს შემთხვევაში. ამიტომ ძალიან ცინიკურად ჟღერს ხოლმე, როცა ადრე იყო როცა გეუბნებოდნენ რომ მემართ ცენტრისთვის, მათ შორის ადვოკატებს და ახლა უკვე გეუბნებიან რომ მიმართეთ შესაბამის უწყებებს. იციან რა რომ შესაბამის უწყებები რეაგირებას არ მოხდება. მანქანად იყო როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური ძალადობა, ძირითადი ნაწილი ეხება და ძირითადი სიმძიმე ინტენსივობა მოდის ფსიქოლოგიურ ძალადობაზე, როცა ისინი გახდნენ უბმები დამცირების, მუქარების მსხვერპლები, როგორც დაკავების პერიოდში, ასევე პოლიციის გამოკვლევაში გადაყოლის შემდეგაც.